მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. 8 მარტი ქალების საერთაშორისო დღეა. ზოგიერთისთვის ის ყვავილებთან ასოცირდება, ზოგისთვის უფლებებთან, ზოგისათვის კი ორივესთან ერთად. ამ დღეს ადამიანები ქალად ყოფნას ზეიმობენ და ამ ზეიმს ერთმანეთს უზიარებენ. ასევე მადლობას უხდიან იმ ქალებს, რომელმაც არაერთი ბრძოლა თუ პროტესტი გამოიარეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქალებს თანაბარი შესაძლებლობები თუ უფლებები ჰქონოდათ. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. ქალთა დღემ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში. მისი, როგორც დღესასწაულის ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომუნისტმა კლარა ცეტკინმა, რომელმაც 1910 წელს კოპენჰაგენში შრომელ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა საერთაშორისო დღის იდეა პირველად წარადგინა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეს გაერომას აღიარა. წელს 8 მარტს სკოლის ადმინისტრაციამ სამი მოდელირებისა და ბეჭდვის კლუბის მოსწავლეებმა ქალბატონებს სკოლის ლოგოს გამოსახულებით სუვენირები დაუმზადეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მცირედი, მაგრამ ორიგინალური საჩუქარი მოსწავლეების ხელით იქნა დამზადებული და შეფუთული. სასკოლო ტელევიზია გეტყვა TV ულოცავს ქალბატონებს მათ დღეს.